სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ, მეგობრებო, ყველა სახალდრიას გულითადი. მოგესალმებით პატივისცემითა და სიყვარულით. უშინთქვით რომ ამინდი კარგი იყო დღეს ისევ გაფუჭდა. კარგი თოვლის სიცივეა. ამინდი ყინულივით ცივია მეგობრებო. ეხა ნახეთ, თქვენთვის კარგი სიურპრიზი მაქვს. რა თქმა უნდა, ვიდეოს დასაწყისში ნახეთ, მაგრამ ჩვენი პრინცესა ხანიმა იმშობიარა მეგობრებო, დღეს მას გაჩვენებთ. დაახლოებით 3 კვირა გავიდა, მას შემდეგ რაც იმშობიარა. ჩვენთვის ეს მოულოდნელი მშობიარობა იყო. პრინცესასგან ამას საერთოდ არ ველოდი. ანუ მე თვითონ არ დამიწყვილებია იგი. მეც გამიკვირდა. მაგრამ პრინცესა ისეთ დედობას იჩენს, ისე უulis თავის ბაჭიებს, რომ უნდა ნახოთ. გადარეული დარჩებით. დამავიწყე მე რომ იმიშვებს, ძაღლებსაც კი არავის არ აკარებს თავისთან. საოცრად მიიჩნია თავისი ბაჭიები, შვენიერი დედობა აქვს პრინცესას. ვისთან დააყენდა, როგორ მოხდა? მალე მოგიყვებით. ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. მანამდე გთხოვთ, არ გამიტეხოთ გული. გააკეთეთ სიკეთე. მხარდაჭერისთვის მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და კომენტარიც დაწერეთ. ძალიან გამიხარდება. თქვენი მოწონებები და კომენტარები ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მაშალა დაწერო ძმაო. ნუ გამიტეხავთ გულს. როცა ბარტყებს დაინახავთ, დაწერთ მაშალა. ნუ გამიტეხავთ ძმაო, ამ ვიდეოს ერთი ლაიქი და კომენტარი დაუტოვეთ. აუ როკი ვინ მოსულა აქ როკი? მედუზა ხანუმი გამოვიყვანეთ თქვი, მედუზა ცოტა გავასეივნო მეთქი. ცოტა ხანში ბაგის გარეთ გავიყვანთ მედუზას. მოდი მედუზა. მოდი მედუზა. მედუზა რა შეძებ იქ შვილო? მედუზა რა შეძებ იქ შვილო? შვილო ნამდვილი დათვი გახდი, მაშალა. აქ შეხედე ცოტა. მედუზას ალბათ 25-40 კილო მაინც აქვს მეგობრებო. ცოტა გადავაჭარბე, მაგრამ 30-25 კილო მაინც ექნება, მაშალა, ჩემი შვილი. ჩემი ლომი, მოდი. ფანჯარას აბრახუნებს. როკი, ფანჯარას რატო? შვილო აქ რამე არის? მედუზა რა შეძებ იქ? დაიცადე შვილო, გაუშვი, გაუშვი. გაუშვი, საყვარელო, გაუშვი. შიგნით დაწოლა გინდა თუ დაფლეთა გინდა? მოდი მედუზა. მოდი მედუზა. მედუზა! ქალბატონი მედუზა საერთოდ არ მისმეს მეგობრებო. ახლა ხან მოვიყვანე აქ. ცოტა ირბინოს. გუშინ ერთი უსიამოვნო შემთხვევა შეგვემხვა. ბონოს ხომ იცით, ჰექტორი და ნორა აქ გამოუშვი. ვიფიქრე საქმე დავამთავრე და ჰექტორი აქ გაერო, აქ გაერთოს. ვიფიქრე ცოტა წავიდე და იქ დავჯდე. დავჯექი და თუ ჯექი და 15 წუთის შემდეგ ჰექტორ ბაბა გაქცეულა. ბაბუა, შენ ხედავ ბაბუა? ფაისალს დასდევს ვირის მტერი ჰექტორი. ეზოში ერთხელ გოქანი, ერთხელ მე გვარბენინა. ერთი ერთ მხარეს, მეორე მხარეს. რა სირცხულია. ძმაო, მე იმ რაღაცის აუზში ჩავარდი. გიოქანი რო შევხედე, ფეხზე მდგომი პირდაპირ დაეცაძის. მეც სიცილი ამითხრა, მაგრამ იმდენად დავიღალე, რომ ვეღარ ვიცინი, სულ თქვა მაქვს აჩქარებული. ნახევარი საათი თავისუფლად ვირბინეთ, ნახევარი საათი. ფაისალი ისე დარბის, ჰექტორი ვერც კი ეწევა მას. უკან ჩვენგან გიოქანი ერთ მხარეს, მე მეორე მხარეს. ის ვიდეო რო გენახათ, იმ დროს რო გადაგვეღო, მაგრამ არ გადავიღეთ, რა თქმა უნდა. იცინებდით. მადლობა გმერს, პრობლემა არ შექმნია და ავიგეთ. მედუზა, რა ხდება შვილო? მედუზა, შენ ძალიან ცნობის მოყარე ხარ, ჰა? სად მიდიხარ, ჰა? სხვათა შორის ეს მედუზაა, მეგობრებო. არ მიაქციოთ ყურადღება, რომ ასე მსუქანია. ძალიან სწრაფი და მოქნილი ძაღლია. ყველგან ხტება, გადადის, გარბის. 1 მეტრი, 2 მეტრი, 3 მეტრი, მისთვის არაფერია. საწავიდა ისევ, გარეთ დადის. აჰა, სუსლუ მინდორში გაქცეულა. ვაიმე, მედუზა უნდა გამომეყვანა გარეთ, ეხლა რა ვქნა? ეს ჩვენი მედუზა ცოტა გიჟია, შეიძლება რამეს დაესხასთავს. სუსლუს, მედუზა, მოდი. მოდი გოგო, მოდი გოგო. მოდი გოგო, მოდი აბა. მოდი აბა. მოდი აბა. მოდი, 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 მოდი. მიდი გოგო, მიდი გოგო. მიდი გოგო, მაშალა შენ. მაშალა ჩემს ლამას, შენი ჭირიმე ხედავ მედუზას, ნახე? ნახე? ლომო გოგო, გზად ხარ? წევ. უკანა გბილები დაიჭირე. უკანა გბილები დაიჭირე. 1 2 არა, წინა გბილებით არ დაიჭირო. წინა გბილებით არ დაიჭირო, ლებით არ დაიჭირო. ჩემი ასლანი ხარ, მაშალა შენ. მაშალა ჩემს ლუგოს. ძმაო, მედუზა ნამდვილი სიხარბის ბუდეა. ბაბ, ნახე, 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 ღმერთს გეფიცები, ნახე. არ დგება ძმაო. ღმერთო. არა ძმაო. ძლიერი ფეხი ძალიან ქონდა. იმედია მოწყვეტს. არ მოწყვეტს, არ მოწყვეტს. ფრთხილად გოგო, ფეხს თითქოს წაიღებდი იმ დროს. ვერ დაიწება მედუზა. გაჩერდი. გონია რომ შეგიძლია დამამარცხო გოგო. უი, აერი ცივია. ხელების სიცივისგან მეწვის, ეხლა სულ ტკივა. თქვენ წინაშე არ ვიმჩნევ. ხოჩახ ჩემს გოგოს. მაშალა შენ. გაუშვი ძმაო. კარგი მედუზა, შენ მოიგე შვილო. მედუზა მოიგო, ღირსეულად შეასრულა. მოიცა აქ ცოტა დავჯდები. მედუზა მოდი. მედუზა მოდი. მედუზა მოდი.
მოდი. მოდი აქ. მოდი მოგეფერები. სქელი. როგორ გასუქებულ ხარ ბიჭო? მაშალა ბიჭო, ჩემი გოგოსთვის. ცოტა წვიმის გამო იქ ტალახი იყო. დაბიძურდა და კარგია, მედუზა უნდა გავრეცხოთ. ეს ამინდი. ცოტა მაინც გათბეს. მედუზას კარგი ბიჭი გაუკეთოთ. რა მოხდა როკი შენთან მოსვლა უნდა? დახვალ როკისთან. გაიქეცი. ის ჯუდად იქ მიეჭრა, ხო ხედავ? იქ წოლა უნდა თუ რა ვერ გავიგე, ნახოთ. მედუზა მგონი იქ წოლა უნდა, მეგობრებო. ასე მგონია. არა შვილო, არ დაანაწევრო. იმით გენერატორის ზედაპირს ფარავ, გიჟო. მოდი აქ. ნახე, ჰე. მაგრამ გაუბრაზდები თუ ასე გააკეთებ, ა? თუ ასე გააკეთებ, გაუბრაზდები, მაგრამ ის სჭირდება, მოდი. მოდი ბაღში გავიდეთ, ნახოთ, ჰეი, რაღაც. ძაღლებთან. ნორა ხანუმი კართან გველოდება, ნორა. დავიცადოთ, ნახოთ აქ დაგვესხმება თუ არა. მედუზას საკითხში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მედუზას უკანა მხარეს საშიშია. მოულოდნელად ესხმის თავს. კარგად მეგობრებო. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ბისმილლაჰირ-რაჰმანირ-რაჰიმ. ფინველი ძაღლები აქ მოვიდნენ. ერთი წუთით. ფრთხილად. თქვენ როგორ ფიქრობთ? მედუზა უფრო ძლიერია თუ ნორა? გოქა შენ რას ფიქრობ? არ ვიცი მართლა. მაშინ კომენტარებში თქვენ დაწერეთ, ნახოთ ვინ გამოვა, მედუზა თუ ნორა. დავიცადოთ, ნახოთ. მოდი ნახე შვილო, დაიცადე. ეხლა როცა მედუზას ვასეინებ, ცოტა ფრთხილად მიუდგები, ძმაო. ვინ იცის რა მოხდება? იმიტომ რომ ერთხელ ეს ჯაჭვიდან გაიქცა, საკეტი მოხსნა. ჩხუბი გნიასი, აი ეგ იყო. ეხლა გარეთ ვერ გამოუშვებ, მაგრამ ამას მინდორში გაშვებას ვაპირებდი. ქალბატონის სუსლუ გარეთაა. ვაჰ, მაგრამ მაგრად ქაჩავს. ქალია პატარაა, მაგრამ მედუზაში მაგარი ძალაა. ჩემი ლომი გოგო ხარ, მოდი. მოდი მედუზა, კარგად გავასეინოთ. პრინცესა ეხლა სამშობიაროშია, ნახე მე პრინცესას. რომ ორსული იყო, ისედაც არ ვიცოდი. მომეჩვენა თითქოს სრულ ორსულობა ქონდა, მერე მივხვდი რომ მართლა ორსული იყო. არც სამშობიარო ყუთი მოვამზადე, არც არაფერი გავაკეთე. თავისით სამჯერ შვა. სხვა არანაირი დანაკარგი არ მქონია. არც კი შევხები ორ პრინცესას. ნახე, თუ არაფერ შეეხები, შვიდად და უსაფრთხო ცხოვრობს. რაღაცას თუ ზედმეტ ყურადღებას მიაქცევ, პრობლემა ხდება, მეგობრებო. ნახე, ზეინას ზედმეტად მივაქციე ყურადღება. ამდენი ვეცადე და მოვინდომე. შეიძლება თავის ლებაზე დამეტოვებინა, საერთოდ არ შემხებოდა, ყველაფერი სულ სხვანაირად იქნებოდა. საერთოდ არ შევხები ვარ, პრინცესაა, მაშალა. მაგრამ პრინცესას დედობა ძალიან ლამაზია. ძმაო, როგორ უყურებს თავის ბაჭიებს, მაშალა. ინშალლა, ვიდეოს შემდეგ თვალი არ ეცეს. ამიტომაც დავიცადე, თქვი, კარგად გაიზარდონ. ნახეთ, ერთი. სრაფად გადაილეს, კაი და დედე. ნახე, დედეს, ნახე. ის კაი როგორ უტყამს თავს, ა? ალლა, დედე თავს დაკარგავ, დეიდე. ძმაო, წინაჯერზე ისედაც ყველა დეიდეზე გაბრაზდა. იმიტომ რომ ყველას ეჭხუბება. ძმაო, დეიდე ჩვენი ეზოს ცელკი ბავშვია. ესმის, დეიდეს ჩვენთან თავისი კაპრიზები აქვს. ცელკობს, მაგრამ კამერა რო დაინახა, მაშინვე იწყებს კეკმუცობას. აი ესე. რეინა და ესენ მედუზა. მოდი აქ, მედუზა. მოდი აქ. მაშალა, მედუზა დღეს დამჯერი ჩანს, გამაგვირვა. სხვათა შორის ჩვეულებრივად ის ხშირად იკარგება, მეგობრებო. მოდი გოგო. დაიცადე ტონი. ცუდი ტონი. მოდი ცოტა კიდე წავიყვანოთ, ნახოთ მედუზა ქალბატონიც. ცოტა იაროს, მაგასაც გაუშვებდი, მაგრამ სუსლუ ქალბატონი რო გაიქცა. ამასაც ფეხზე პრობლემა არ მოუგვარდა, მეგობრებო. ეს ცოტა ასაკიდანაც მოდის, მედუზა ქალბატონი ცოტა ხანშია. ცხოველები რო ბერდებიან, როგორც ადამიანებშია, სახსრების პრობლემები შეიძლება ქონდეთ ამიტომაც. ნახე, ეხა ჩითილს შეხედე. ჩითილ. ფსიქოპატი ჩითილ. დაიცადე, ჩითილთან მიგიყვანო, ნახო ცოტა. ჩითილი თავდასხმის პოზაში გადავიდა, ეხლა დაესხმება. ნახე, ჩითილი დაესხმება. მაშალა, გარეთ ყოფი შვილებიც არაფერს ამბობენ. ეხლა მას ერთ ტესტს ჩაუტარებთ. გალიაში ჩავდებ მას აქ. ნახოთ, გაიქცევა თუ არა. აი აქ ვიქნებით და დავაკვირდებით ეხლა.
ჰექტორ ბაბა. ვინ მოსულა შვილო? ვინ მოსულა შვილო? დაიცადე ზეინა. არა ზეინა ძალიან ახლოს არ მიხვიდე. დაიცადე შვილო. ზეინას გალიაში ჩავდებთ მედუზას. მელთმანი, ეხლა ყველა გაგიჟებულია. მოდი. ეხლა ძმაო. ჩემი ვარაუდით ახლავე არ გაიქცევა, ცოტა ხანში სცადებს გაქცევას. მოდით გალიაში გამოცადოთ ის. ის ჩვეულებრივ აქედან სამშობიაროდან ყველგან ხტება მეგობრებო. ვაშკაცებო, ვინ მოსულა? მაშალა თქვენ. ჩემი ლომები, კარლოს ბაბა. ასილ. ვაი. მოდი ბაბას ერთი წაგბენა მიეცი. მოდი ბაბას ერთი წაგბენა მიეცი. მოდი შვილო, შენს ბაბას ერთი წაგბენა მიეცი. კარლოს ბაბა ისევ გაგიჟდა, ნახე. კარლოს. დიახ, პრინცესა ვისთანაც დაწყვილდა, გიხსნით. კარლოსთან მეგობრებო. პრინცესა კარლოსთან დაწყვილდა. ლეკვებს ვერ დაიჯერებთ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ეს ხუმრობით. ცოტა ხანში მივალთ იმ ძაღლთან, ვისთანაც პრინცესა დაწყვილდა. მოდით ამ მედუზასაც ცოტა დავაკვირდეთ, ძმაო. მოდით ხუილს ნუვიწყვით ძმაო. მოდით აისჩიო. გამოიცანით. ეხლა თქვენ დაწერეთ კომენტარებში ვნახოთ ვინ გამოიცნობს. მალე გაჩვენებთ. მოდი ჯერ ამ მედუზას უყუროთ, მეგობრებო. მედუზა. შვილო, აქედან რო არ გაიქცე, შენ წინა გალიებში ჩაქსვამ. ზეინას გალიაში რო ჩავსვით, ხო იცი? ზეინა როგორ აიცეცა ამის გამო, ხო ხედავ? ისე იქცევა, თითქოს სახლი წაართვეს, მაგრამ ნახე. ზეინა. ზეინა, შენ სახლს აგართვა, გოგო, ეს რა არის? ზეინა. ზეინამ ცოტა წონაში მომატება დაიწყო. მოიმატა კი ჩემოდაო ზეინა. შობიარობის შემდეგ ძალიან გამხდარი გახდა. ზუსტად. შობიარობამდეაც ცოტა გამხდარი იყო. როცა მე მივედი მისი ძვლები მთლიანად შობიარობის შემდეგ ძალიან გამხდარი გახდა, ეხლა ალჰამდულილლა ცოტა უფრო კარგად გამოიყურება. ხედავ, კარგად ყვებავთ, კარგად უვლით. რომ მალე გამოკეთდეს. კიდევ ყოველ დღე უშვებ მას, დილიდან საღამომდე თავისუფლადაც უშვებ. ორგანიზმი თავის თავს მოულოს, ხო გაიგე? დიდი მადლობა, დამყოლია. თუ არ იჩხუბებს, სულ უშვებ, მაგრამ თუ იჩხუბა, მაშინ პრობლემა გვაქვს. ნორამ კუდი ასწია. აუ ესკოს შეხედე. შენ ესკო ხარ. გუშინ ერთმა ადამიანმა კომენტარებში რა დაწერა, იცი გიოკა? რა დაწერა? ესკობარი უთქვამს. თქვა რომ შეჯიბრებაზე წაიყვანო, ჯიშის სტანდარტების შეჯიბრებაზე. ეხლა ხედავ ესკობარს, ფიზიკურად უნაკლოა. ბერის ჩამოშებულობა, თავის ქალა ხედავ? მართლა მაშალა ესკობარი. ძალიან ხარისხიანი შვილია. სინამდვილეში იცი რა, ის კონკურსზე უნდა წავიყვანო. ესკო, წაგიყვანო? ესკობარი იქ კონკურსზე საჯს სულზე დახტება და ჭკუიდან გადაიყვანს. ასე აქვს ესკობარს ზედ გადახტომის ჩვევა, მეგობრებო. ესკო, სათხარ ჩემო ბიჭო. უყვარს ხო ხედავთ? ყურადღება უნდა ჩვენ შვილებს, ყველა განებიურებულია. რატო არიან განებიურებულები? ძალიან რო უყვართ, ხო მიხვდი? ნახე რა. მაშინვე, მაგრამ დედემ პრუტუნა. გაიგონე ხმა, დედესგანი ხო. დედე რასაკეთებ, ბიჭო, სიცხვილია, გიჟი ხარ. ყოველთვის ალამიჩი არაფერი მოხდება, ძმაო. ყოველთვის სიყვარულის გამო აკეთებენ ამას, მოდი. მედუზამ რა გააკეთა? მედუზა ახლა გალიას იკლებს, მეგობრებო. მოდით ისევ ავიღოთ ჩვენი საბელი და ნენელა წავიდეთ ვნახოთ. მედუზა, მე მივდივარ. კარგი. მედუზა ძალიან ლამაზი გოგოა, ხო იცი? ნეტავ ესეთი აგრესიული არ იყო. ნეტავ ასეთი აგრესიული არ იყო. გადახტება. შიგნით ათვალიერებს. ამოწმებს, ხო ასეა? მე ვიცი ის ვიცნობ მას, ის ამოწმებს. მოულოდნელად გაიქცევა. მოდი აქ წავიდეთ. ცოტა ხანში ამ კუთხიდან დავაკვირდებით მას. ჰექტორ, არ გაგიშვებ. შენი მეტსახელი ამიერიდან იქნება ვირის მტერი. უსინდისო ჰექტორ. თუ ეხლა ალექსა გამოვიყვან ზეინა მას დაესხმება. თანაც აუცილებლად დაესხმება. ზეინასაც სადღაცგან ნაპერწკალი უნდა რომ იჩხუბოს, არიცი? მაშინ უხდება. არა, ნორა. ჩემი ლომი გოგო. ყველაზე ჭკვიანია ნორა, მართლა. ნორა, ეხლა მოდი გოგო, წაგიყვან თხებთან. ნორა, წავიყვანოთ იქით, ქარამი. ნორა, მოდი. ნორა, მოდი, ნორა. ქათმების დამცველი ნორა. გადი, ნორა. ბაბუა, შენ სად მიდიხარ, შვილო? გოქან, გადი. მოდი, გოქან, მოდი. არა. არა, ბიჭო. თელი ბაღი აქ ივსება. დაიცადეთ, ნახოთ. ბაბუა, ისო პამუქს დასდევს. ბაბუა, თხებს ნუ დაარბენინებ. ნორა, გთხოვ, იხვის ჩუკები არ დააფრთხო. ნელა. ბაბუა, შეხედე თხებს აჭენებს. ბოროტო ბაბუა, მოდი აქ.
ცხემსი ძაღლი. თურქეთის კი არა, მსოფლიოს პირველი და ერთადერთი დობერმანი ცხემსი ძაღლი ბაბუა. მსოფლიოში ერთადერთი. მაშალა, ჩემი ლომი ბიჭი, თხებისთვის დღეს საჭმელი მივეცით. ბალახი. ბალახი მივეცით მაო. ბალახი დაუმთავრებიათ, არა. აი ბალახებიდანაც დაუდეთ წინ. ცოტა ჭამეს, მაგრამ ბევრი არ უჭამიათ. ბონჯუკ, ჭამე ერთი. დაიცადე ქათმებს მიუგდოთ, ბონჯუკ შენ არ ჭამ. ცუდი ბონჯუკი. ქალბატონი ნორა აქ დარჩეს, კარგი? ფისტიკ შეხედე, სადავიდა. აუ, ფისტიკ. რას აკეთებ იქ, ფისტიკ? რას აკეთებ იქ, შვილო? ფისტიკ შეუბედურო. რას აკეთებ ჩემი იქ საყვარელო? ქენი წყალი დაგიგურიათ, არა ცელკებო. ფისტიკის ლეკვები მუდმივად ფისტიკის პირსა და სახეს ლოკავენ. ფისტიკს ჭკუიდან გადახავთ. ოჰ, ჩემი ფისტიკი. გამოგიყვანო ჩემო სიყვარულო. ეს ლეკვები ცუდად იქცევიან, ჩემო პატარავ. ესენი ცუდად იქცევიან. ესენი ცუდად იქცევიან. ხო, ჩემო ლამაზო გოგო. ჩემს გოგოს მამიკო ძალიან უყვარს. უთხარ იმას გოქან, სად არის ჩემი მოტიში? ხომ აკეთებენ ასე. სად არის ჩემი მოტიში? სად არის, მოდი. მოდი ფისტიკ. ძმა, მამრ ბარტკს არ მომცემ. მამრ ბარტკს თუ ღმერთი ინებებ, შვილი გეყოლოს. რა მოხდა? მამრ ბარტყი გაიზარდოს, შვილიშვილები და შვილთა შვილები ყავდეს. შვილი შვილს შენ მოგცემ, სიტყვას გაძლევ. მას ერთი ყავს, რომ მეტი ყოლო და ვერ მივცემდით ფისტიკის ბარტყებს. ძალიან მიყვარს ეგ ბანდიტები, ისინი ჩემი მასკოტები არიან. ბაბუასთანო დავტოვო, აქ იყო შეიძლება. ჰა, ბაბუა დარჩეს რა. პრინცესა შეაწუხებს ეს. გაატარე. გაატარე ბაბუა. ბაბუა გაიარე. ნორა შენ დარჩი. ნორა შენ დარჩი, შვილო, შენ იქაურობის დამცველი ხარ. ნორა რო არ მოსულიყავი, შვილო. კარგი, მოდი ჩემი გოგოები და ამეს დააკლებენ. აუცილებლად უკან მომკვებია როგორც ხუდი. მოდი წავიდეთ ამ პრინცესას შვილებთან, მეგობრებო. მათ ერთხელ მაინც შეხედეთ. ახლა კი დროა პრინცესას ქმარი გაგაცნოთ. ზად ვართ თუ არა? ზად ვარ თუ არა? ნახოთ, ვინ გამოიცნოს სწორად. მაზლუმი. ჩემი აზრით საუკეთესო მაგალითი კარლოსი იყო. მეც კი წარმოვიდგენ კარლოს და პრინცესას ერთად. ჩემს ეპოსებსაც. მოდი აქეთ, მოდი ფექსზე ჩეკმები ისედაც გაცვია. აუ დესტან. აუ ჰერა, როგორ ხარ ჩემო ლომებო? მაშალა თქვენ გენაცვალეთ. როგორ არიან ჩემი ბავშვები? იქაც აურზაური იყო. კარგი ახალგაზრდებო, ოდინი არ გააგიჟოთ. დესტანი და ჰერა კარგად არიან. გუშინ მეგობრებო, ისევ სოფია ცუდად გახდა. სოფია ახლა არ ჭამს. ტაისო გადაიყვანე ისიქ. ბიჭო წესიერად იდექით. ოდინი შუაში ჩაუყენებიათ, ხედავ? ტაისონ ბაბაც ოდის ეჩხუბება. სოფია გუშინ ისე ვეტერინართან სერუმზე წავიყვანეთ. ბიჭო თავი ამტკივდა, გაჩუმდი. არა. გაეთრიე. აბა წადი. სოფია გუშინ ისე ვეტერინართან წავიყვანეთ, გადასხმაზე ცოტა ცუდადაა. საჭმელს საჭამს, იმედია კარგად იქნება, ლოცვებში არ დაგვივიწყოთ. დესტანი და ჰერა კარგად არიან. სოფია ცუდად იყო. დიახ, პრინცესას ლეკვების მამა რომეოა, მეგობრებო. ეხლა მე ამ პერიოდში პრინცესა რომეოსთან ერთად ჩავკეტე, როცა აქ ვიყავით, გახსოვთ. ზოგჯერ მის გვერდით ვსვამდი. იმ დროს რომეოსთან შეწყვილდა. რომეო ისევ მამა გახდა. რომეო გილოცავ შვილო. რომეოს ერთი ვაჟი ყავდა, ლეო. ლეო, მია. დიახ, რომეოს ამჯერად კიდევ 3 ჯანმრთელი შვილი შეეძინა. რომეო გილოცავ შვილო. რომეოს კი არც კი აქვს ინფორმაცია ვაჟი შეეძინა თუ ქალიშვილი. ვინ შეეძინა? მაო ჩაიძინა. აქ მართლა ჭაობია რა. ოდინი. მარტო ტაისონს ხედავ, გოგხანი ოდის მიადგა, ა? ტაისონი რას ამბობს ბიჭო? ნახე ახლა. რას ამბობს ბიჭო ის? არა, ჰეი! ზეინა ტაისონს მიადგა, ჰეი! ნახე ჩხუბი დაიწყება. გოან გაიწიე, სან გაიწიე სწრაფად. ზეინა ტაისონზე გაბრაზებულია. ტაისონი ოდიზე. აქ რაღაცები ხდება, ყველა ერთმანეთს ორმოს უთხრის. ეს ბაღი ძალიან საშიში გახდა. ის მას, ეს ამას, მეგობრებო. ვინ ვის? არესი ფარულად ცდილობს შეწყვილებას სიუთლაჭთან. არესი. შვილო, თვალს გადევნებ. იცოდე. იქ რაღაც საიდუმლო ხდება. ეხლა მოდით ვნახოთ. ვინ ვის რა შეუბლება ძმაო? ამ ეზოში საერთოდ ვერ გაიგებ. ოღონდ ო딘, შენზე ძალიან ნაწყენები იყვნენ შვილო წინა კვირას.
ყველა გააბრაზე ოდი. გესმის პაშა. ნახე, ტაისონ ბაბა აქაურობის მსაჯია. ჩვეულებრივ არავის არაფერს ეუბნება, მაგრამ შენ გეჩხუბება, ნახე. ოდი ცოტა ჭკვიანად მოიქეცი. გასულ დღეებში მასზე ცოტა გაბრაზდნენ. გაბრაზდა, ძალიან გააბრაზა. ეხლა ყველაზე დომინირებას ცდილობს. ბაღის გენერალური მენეჯერი. მოსამართლე. გენერალური მენეჯერი. ბაღის წესრიგზე ის პასუხობს ამირი. ჩვენი ბაღის კომისარია. ტაისონ ბაბა. ეხლა მოდი გადავიდეთ პრინცესასთან, მეგობრებო. დიახ, ეხლა ჩვენი ლეკვების ჯერია, მეგობრებო. ისინი შიგნით იყვნენ, ვიფიქრე მოდი ცოტა გარეთ გამოვიყვანო. ყველა მათგანი თითო-თითოდ გარეთ ნახეთ. ჯერ პირველად გამოვიდნენ გარეთ, პირველად სუფთა ჰაერზე არიან. მაშალა, ჩვენი ბავშვები ძალიან თბილები არიან, ღმერთო. ვაჯონა ხელში რა ტკბილია, ძმაო. ყველას მალე გავიცნობთ. თქვენგან ერთი თხოვნა მაქვს. ერთი მაშალა კომენტარებში დაწერეთ. ჩვენს ბავშვებს თვალი არ ეცეს, გთხოვთ ერთი მაშალა დავწეროთ. ვიც მაშალა სიტყვის მასაც გაუმართლოს. ვიც არ იტყვის იმას, რაც აქვს ისიც წაართვას, მეგობრებო. ასე სერიოზულად გეუბნებით, თქვით მაშალა. ეხლა ჯამში 3 ლეკვი ყავს. ახლა ხელით მოვიტანე იქიდან აქეთ. თან ერთმანეთს ესხმიან თავს. ზუსტად ისე როგორც სულ ჩვენი პრინცესას სელქობა აქვთ. ამათაც გადაედოთ. პრინცესა პირველად წავიყვანე ქათმებთან. ჩემი გოგო დედა გახდა. ჩემი გოგო გაზრდილა და ლეკვები ყავს. ჩემი გოგო შვილები ყავს ჩემი გოგოს. როდის მოასწარი გაზრდას გუში ხობს საავადმყოფოდან გადაგარჩინე. იქეცი ზვარზე იყო. სიკვდილის ზვარზე იყო, იქიდან გადავარჩინე და აქ მოვიყვანე. გოგო, როდის მოასწარი გაზრდას და დედა გახდა. ახლოდან გვაჩვენე ჩვენი გოგო. ყველა ადგილი ქეცით აქ დაფარული, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია შეხედეთ. ჩემი საყვარელი, ჩემი გულისთვის. მოვეფერო ყველა მათგანს ჩავეხუტო შვილო. ჩემი ჭკვიანი გოგო. ხედავ როგორ ენატრება, დედობრივი გრძნობაც აქვს. ეხლა უნდა გაწმინდოს ისინი, ხედავ? ხედავ როგორ ლუკავს ბაჭიას. აი ასე პრინცესა. ეხლა მოდი თითოეულს გავიცნოთ, მეგობრებო. ძმაო, რა უცნაური თავები აქვთ, ხედავ? პრინცესასთან ერთად. უცნაური რამეა, თითქოს ჩვენი არეს გავცოდა. პრინცესასა და რომეოს შეჯვარება ზუსტად ასე გამოვიდა. ბეწვის სტრუქტურა და თავის ფორმაც ასეთი აქვთ, მარტო თვალებს შეხედე, სულ ცისფერია. ხედავ? მაშალა, რა ლამაზი თვალები აქვს ჩემს გოგოს. რა მძივით თვალები აქვს მას. ჩემო კარგო, მაშალა შენს თავს, შეხედე ამ სილამაზეს. ღმერთო დაიცავი ისინი ბოროტი თვალებისა და შურისგან. მაშალა ჩემს ლამაზ გოგოს, ეს ხომ გოგოა არა? ზუსტად, ძმაო. გოგოა ხო ასეა? მოდი გამოვუშვათ ის, თითოეულს გავიცნობთ. პრინცესას გვერდით დავდოთ ნახოთ. ბისმილლაჰი რაჰმანი რაჰიმ. პაცაცინები არიან, პაცაცინა. მეორე მდედრია თუ მამრი გოქან? ესეც ხომ მდედრია? სამივე მდედრია. სამივე ხომ მდედრია? ნახე, ეს ცოტა უფრო უჟმურია, ცოტა რომეოს გავს. ამას თვალები ლურჯი აქვს? არა. ამას თვალები ლურჯი არ აქვს ჯერ. ლურჯზე ცოტა უფრო მუქია. სვანის ტონალობას გავს, ზუსტად ასე. ვაი, ნორად ცდილობს შიგნით შემოსვლას. ესე ჩვენი მეორე გოგოა. მაშალა თქვენ ბავშვებო, გიყვართ ბაბუა? ის ბაბუა ვიზეც ვამბობ, ის კართან მდგომი დედე არ არის. მე ვარ თქვენი ბაბუა. მოდით ესეც დავუდოთ ჩემს პრინცესას გვერდით. ესეც გოგოა, ხო ასეა? ესე ჩვენი მესამე გოგოა. ამასაც ესეთი თავის ფორმა აქვს, თითქოს ცოტა ამერიკულ ბლუებს გვანან, არა? თითქოს ბლუს გავს, თითქოს პიტბულს გავს, მაგრამ სინამდვილეში კავშირი არ აქვს. პრინცესასა და რომეოს შეჯვარება. ისე ფისტიკის ლეკვები რო გაიზრდებიან, მაინტერესებს როგორები იქნებიან. მართლა, ესენი ძალიან მაინტერესებს. ვეც კი წარმოვიდგენ პრინცესასა და რომეოს ლეკვები რო გაიზრდებიან, როგორ იქნება. ჩემი ჭკვიანი გოგო. დარწმუნებული ვარ, ამ ამბავმა ყველა შოქში ჩააგდო, რას ფიქრობ? ვინ წარმოიდგენდა, რომ პრინცესა შვიდს გააჩენდა? მე თვითონაც არ ველოდი, მიუხედავად იმისა, რომ ფერმაში სულ აქ ვარ, დღე და ღამე. მე თვითონაც არ ველოდი, რა სიურპრიზია. რომეო მაშინვე ცელქობა ჩაიდინა. ეხლა მოდი მიუშვათ ისინი პრინცესასთან. ხოლოდ პრინცესა. ძმაო, ის ძალიან იცავს თავის ლეკვებს. თუ ქათმები მიუახლოვდებიან მას. რა მშვენიერი დედობაა, ნახე. არ ვიცი ეს თვისება პატარა ძაღლებში უფრო მეტად არის თუ არა. ხო, დედობა ფისტიკსაც და ამასაც, მაშალა, ძალიან ლამაზია. იცი რომ გაკებენ პრინცესა? გიხარია, ხო? ხო, შვილო. შეგიმჩნევია რომ გაკებენ. ცუდი გოგოა. როცა პირველად მოვიდა, გოქას სულ ეჭხუბებოდა. ეხლა შეეჩვია, ალხამდულილა, არაფერს ამბობს, მაგრამ როცა პირველად მოვიდა, მეც მეჭხუბებოდა. შენ ისედაც ვერ უახლოვდებოდი მას. ეხლა ცოტა უფრო შეეჩვია, ენდობა, მასაც არაფერს ეუბნება. შეხედე რა სახეები აქვს. რა მოხდა, რატო ღრენთ თქვენ? რატო ღრენთ თქვენ? მოდი.
ეს უფრო რა? დედა თქვენივით ჯადოქარი არ გახდეთ, როცა გაიზრდებით, კარგი? პრინცესას თავი ესეთია, ნახოთ როგორი იქნება, როცა გაიზრდება. მართლა ძალიან მაინტერესებს. პრინცესა, ეს ჩუმი ამბავი საიდან გაჩნდა, ჰა, ლამაზო გოგო? ვიფიქრებ და ვერ ხვდები. პრინცესა ვისთან დაწყვილდა? უყურებ ასეთ ძაღლებს და არც ისეთი ძაღლი ჩანს, ვისთანაც დაწყვილება შეიძლებოდა. ერთი რომეო იყო მის გვერდით ისედაც გალიაში სვანდი. რომეომ თვალის დახამხამებაში დაწყვილდა მასთან. გაიცადებ ნახოთ თხა მოვა მის გვერდით, შეუტევს თხას პრინცესა. პრინცესა პირველად მოგიყვანე ქათვებთან, არ შეუტიო ქათვებს. სად მიდიხარ შვილო, ბარტკებს როტოვებ. დაველოდოთ ნახოთ რა სიზამს. ჯადოქარი პრინცესა. აჰა, ეხლა დღები დაინტერესდნენ და მიდიან. მოდი, ანუ მოდი. აი იქიდან გადაიღე ისინი. გადადი. მათი სახეები გამოჩნდეს, იქით იხურებიან, ხო? ნახე. ერთი ჯადოქარი გვაგალდა, ეხლა სულ 4 ჯადოქარია. ესენი აქ გაერთონ რა. პრინცესმა ქათმებს არაფერი დაუშავა მართლა, მაშალა. არავინ უახლოვდება მაგრამ. მოიცა, მოდი შევიყვანოთ შიგნით ნახოთ. მაგრამ შიგნითაც ხო ქათმებია. პრინცესა ისედაც არ მჭირდება იქ შევიყვანოთ, თვითონ შევა იქედან. ის ხო პატარაა. თხების იქედან გაივლის და წავა. მოიცა, ბაჭიები ძალიან დაიწყეს დედის ძებნა. არ არის საჭირო ძმაო, ჩვენ უბრალოდ გარეთ გავიდეთ. კარგი? ხა ვერაფერს დაუშავებს მათ. როგორ ფიქრობ დედა დაახლოებს მათთან? პრინცესა მერთხელ აჩვენოს თავისი კბილები თხებს. ეხლა თხებს აინტერესებს, მათაც უნდათ გაცნობა. ეხლა პრინცესა თავაზიანად იქცევა, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვართ, გაიგე? გამოვიდეთ გარეთ, მოდი ნახე. მე ის მაინტერესებს. ნამდვილ სახეს აჩვენებს პრინცესა, შენ წადი წინ. არა, ბაბუა. ბაბუა, მოიცადე. თქვენ არ მოდიხართ. პრინცესამ ქათმები არ შეჭამოს, რა მეგობარო. პრინცესა. შვილო, შეხედე ლეკვებს, ლეკვები გეძახიან. ხედავ? გონება სულ მათთან აქვს. პრინცესა. ზეინა, შენ ხარ ჩემი შვილი. ძალიან კარგი დედობა. რატომ არ მეყო ბედნიერება რომ შენი შვილები შემყარებოდა? ზეინა, ჰექტორთან ერთად ხო იცი ორივე. რა კარგი იქნებოდა. მიდი მედუზასთან მივიდეთ, მედუზა. შვილო, კარგად ვერ გაიქეცი, ა? მედუზამაც იქვე დაასხა ყველაფერი. შვილო. მართლა ყოჩახ, ეხლა ძალიან მომეწონე. ნეტავ აქედან არ გაიქცე, ამ გალიაში დაგტოვებდი. შენ გაიქცევი. არა ძმაო, ეგრევე არ აკეთებს, ახლა ხან ხომ მოვიდა. ეხლა გვაჩვევს ჩვენ. ამბობს, მოდი ესენი ჯერ შეეჩვიონ. ამბობს, დამტოვონ აქ, როცა ისინი არ იქნებიან, რომ გავიქცე აქედან, გაიგე? არ იფიქრო, რომ ის ძაღლია და არაფერია, ძალიან ჭკვიანები არიან. მათლა ძალიან ჭკვიანები არიან. ძაღლებს ისეთი გონება აქვს, როგორც არც შენ და არც მე არ გვაქვს, ნახე? მე მაქვს კი. შენ გაქვს? მეგობრებო, თქვენი აზრით, ფაისალი უფრო ჭკვიანია თუ გოქანი? კომენტარებში დაწერეთ. ალექს, კარგი შვილო, ისევ პირში კაფი მოგადგა. ჭკვიანად იყავი, ნახე? პრინცესა. გონია გოქანი რამეს გააკეთებს თუ არა? დაიცადე აქედან პრინცესასთან, მოდი ერთი პაკეტი სველი საკვები მივცე. მის ლეკვებსაც მივცეთ, ნახოთ შეჭამენ თუ არა. აქ ერთი პაკეტი სველი საკვები ქონდა. პრინცესებისთვის ერთი. მოდი ლამაზად გავაკეთო, ძმაო. ან ამას დავადოთ, ა? მოდი პრინცესა. სველი საკვები მოგიტანე. მოდი ნახე. ბაბუ, არა. შურიანი ბაბუა. არა, არ მოხვიდე, არა ნორა. ნორა, გახვიდე. არა შვილო. დაიცადე. მოდი ნახე, მოდი. მოდი მამიკო მოგცემ სვენ საკვებს, რომ ჩემმა გოგომ კარგი სველი საკვები ჭამოს. დაიცადე გოგო, ერთი დაიცადე. მაგრამ ბარტრებად ჭამო. ყველა შენ არ შეჭამ შვილო. მოდი აქ. დაიცა სუნი აიღე. მამალი, შენ სად მიდიხარ, ა? ძმაო, პრინცესამ ბარტლებს არ დაუტოვა. ყველაფერს თვითონ ჭამს. მამალო, წადი ნახე, პრინცესა ეხლა თავს დაგაკრავს. ფრთხილად პრინცესა. წადი აქედან, წადი. მამალიც მეშინია ეხლა. ხო არ დამარტყამს გოქან. დაიცადე, პატარავ, დაიცადე. ნახე, აქ საჭმელია, მოდი ამ საჭმელს შეჭამ, პატარავ. მოდი. No, არამეს ჩემდა. დაიცადე, ნახო.
პრინცესა ლეკვებს აჭამეკთ ხო? აჰა, ნახე, ერთმა ბაჭიამ ჭამა დაიწყო. თხებით ბონჯუკიც ინტერესით გვდება. ყველა ერთად შეიკრიბეთ და აქ მოდით. ვერც ერთი თქვენგანი არ უნდა დარჩეს. მოდით ეს დავტოვოთ, რომ შვიდად ჭამოს. პრინცესა ხანიმა ჭამოს. კატამო, ნუ ყოფ მასში თავს. თავი შიგნით დაგჭება. პრინცესა კიდევ ერთხელ დაესხა თავს. დაუზდია ხო ისინი? პრინცესას გაბრაზება საშიშია ძმაო. პრინცესა ხო იცი ძალიან საშიშია. ბარტყებს ჭამს. ქათმებო. ნახე ეს ბარტყი ჭამას დაიწყო. მადლობა ღმერთს. ცხემა ვერ ჭამეს. ნახე, უკვე ჭამის დრო მოუვიდათ. მადლობა ღმერთს. თუ პრინცესა დაუშვებს, მაშინ ჭამენ, რა თქმა უნდა. პრინცესა ცოტა გაბერილია, ეგრევე ჭამოს ჩემმა გოგომ. პრესმათვის კარ კოლაგენის ბომბას მოვაწყობთ გოქან. კოლაგენი, თაიფუნ. კოლაგენი, თაიფუნ. რამდენი დღეა აკეთებ? პრინცესა ცოტას და დაიჭერდა ქათამს. ქათმებო, ნუ მიახლოვდებით. დამაცადე ამ ქათმემ საჭმელს მივცემ. აქ ჩვენი ჭურჭელი დევს. ქათმებსა და თხებს ერთი საჭმელი მივცეთ. ნუ ეკარებით პრინცესას. სელქებო. პრინცესა გაძღა ჩემი გოგო. ოჩაღმას. დაიცადეთ ახალგაზრდებო. მოდი საჭმელი ვნახოთ. გიოქა, საკვები სულ გაგვითალდა, გიოქა. გიოქა, საჭმელი დაგვიმთავრდა. დღეს უნდა წავიდეთ და საჭმელი ვიყიდოთ. ხვალ საკვების მაღაზია დახურულია. მოდი. შეიკრიბეთ, ნახეთ, შეიკრიბეთ. დავყაროთ დაფაზე. ბონჯუკ, მოდი მოგცემთ. ბონჯუკ, მოდი. ბონჯუკ, მოდი. ბონჯუკ, მოდი ბონჯუკ. მოდი, მოდი, მოდი. მოდი, 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 მოდი. აიგე. მოდი ნახეთ, მოდი. კარგი. აი ეს არის ხედი, ეს არის სიმშვიდე. ტრედი. თხა, ქათამი, ბატი, იხვი. ერთი მხრიდან ლეკვები, მეორე მხრიდან დიდი ძაღლები. ერთი მხრიდან ვილი, მეორე მხრიდან გოქანი. აი ბედნიერება, ცხოვრება. გოქან, კიდევ რა ცხოველი მოვიყვანოთ აქ, ა? იცი რა მაქვს ჩაფიქრებული. დევეკუშუ. დევეკუშუ აქედან რომ გარბოდეს და ჩვენ სულ გვდევნიდეს, ა? თუ გაიქცევა, ვერ დავეცევით. ვერ დაიჭეთ, ან ზაღლები არ მისცემენ საშუალებას. ცხენები, სირაქლემა. ჰა? ცხენები აქედან. ცხენები და ზაღლებით არ დატოვებენ მას ისედაც. ძალიან მინდა სირაქლემა, მაგრამ თუ სირაქლემა არ იქნება, ფარშევანგვა ფრთები გაშალოს. კიდევ ინდაური, სინამდვილეში რომ გული დაგვიძახოს. გორილა იყიდე, გორილა. გორილა, შენ ხო მაგ ხარ? აი ნახე ხო? თვითონ ხო არ იწვის, მეგობრებო. გორილი. ეკა გორილი როგორ უნდა ავიღო? ვერ ავიღებ. თუ თავად გინდა რომ ავიღოთ, გეტყვი. რაც უფრო მძიმეა, ის იყოს გორილა, თანახმა ხარ? ნახე რა მოხდა. რატო ხვივით თქვენ? აქ ცოტა ირუჯეთ, კარგი? პრინცესა, კიდევ ერთი მოგიტანო სველი საკვები, ვები, ჰა? ჰა? ჩემი გოგო გაზრდილა და დედა გამხტარა. მაშალა, ჩემს გოგოს. ვაკოცომას. პრინცესა, მაშალა, რა ჭკვიანია. მოდი, მოდი, ძალიან კანკალებ, მოდი. ცოტა შეეშინდათ, მეგობრებო, პირველად გამოვიდნენ გარეთ. კარგი, არ შეგეშინდე, დედა თქვენი თქვენთანაა. კარგად ხართ, ბავშვებო? ჩემო პრინცესა, კარგად მოუარემათ, მეგობრებო. როგორც გითხარით, მაშალახი, არ დაგავიწყდეთ? ღმერთმა ჩვენი შვილები ბოროტი თვალისგან დაიცვას. ეხლა თუ ღმერთმა ინება, შემდეგი საუბარი ასიესთან და ესკობართან იქნება, ხომ ასია, გოქან? იმ ლომებს წინ წამოვწევთ. კიდევ ტყეში წასვლის გეგმაც გვაქვს დიდი ხანია. თუ ღმერთმა ინება და წვიმა არ მოვა, ხვალ ტყის საქმეც მინდა გავაკეთო. ტყეში ბოლოს ვისთან ერთად წავიდეთ, ვამბობდით. ძმაო, ერთ-ერთი კარლოსი იყო, კარლოსთან ერთად. თქვენ გითხარით, აიჩიეთ დედრი მეთქი, მაგრამ ჯერ კიდევ არავის არაფერი უთქვამს.
კარლოსთან ერთად რომელი მდედრი წავიყვანო, ამასაც კომენტარებში გადაწყვიტეთ. ალექსი არ გამოვა? ალექსი და კარლოსი ალბათ იჩხუბებენ, არ ვიცი ახლა ესე მგონია. ამაზე თქვენ გადაწყვიტეთ, ძმაო. ვინ წავიყვანეთ? ბელა წავიყვანოთ. იყვანოთ. ბელა ცოტა გიჟია. ნორაც უკვე მყავს ხედველობაში. ანა ასინს საიყვანს ინამდვილეში, ყველაზე კარგად ეწყობიან ისინი. ხო არა, ყველაზე კარგად ეწყობიან ისინი. ნახე ძმაო. ისე ვიქარიან, ნახე, ჭიდაობენ. ასილმა კარლოსი დააგდო ძის. ვაი, კარლოს! ვაჟკაცო ჩემი, მაშალა შენ. ქარიზმის ნამდვილი შვილი. კარგი მეგობრებო, ძალიან მიყვარხართ. არ დაგავიწყეთ ვიდეოს მოწონება და არხზე გამოწერა. კარგად იყავით, ნახვამდის. ჯანმრთელად იყავით, მეგობრებო.